ძალიან საინტერესოდ ვითარდება სადაზღვევო კომპანია Wiser-ის ერთობლივი რუბრიკა Advisory. საკმაოდ კარგი მიგნება ჰქონდა რუბრიკის თანაწამყვანს და ავტორს. ერთდროულად კომპანია Wiser-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოფო ლებანიძეს, რომ მოგვეკითხა, როგორ იმართება რისკები მოგზაურობაში და სასტუმრო ბიზნესში და მოგზაურობისას. რესპონდენტებით ჩინებული მონიშნა, სოსო ნებიერიძეს იცნობს ყველა, იგი YouTube-ზე საკუთარ არხს მართავს სახელად Soso Around the World. ანუ სოსო ნებიერიძე მსოფლიოს გარშემო და მგონი უკვე პლანეტის 80-მდე ქვეყანასაც ეწვია. ამ ჯერზე სოსოსთან ერთად სოფო ლებანიძემ და მეც იქვე ვესტუმრეთ თბილისის გამორჩეულ და მშვენება სასტუმროს თბილისი მარიოტს. ჩვენი მასპინძელი ამ სასტუმროების გენერალური მენეჯერი ალეკო კვარაცხელია გახდათ, რომელმაც თბილისი მარიოტთან დაკავშირებით ყველა ისტორიის და თავად სტუმრობის ყველაზე გამორჩეული კარი გახსნა. დანარჩენს ჩვენს სიუჟეტში ნახავთ. მე მგონი ჯობია რომ შევიდეთ და გვიმასპინძლოს ალეკო. შევიდეთ. ალეკო გამარჯობა. სოფო გამარჯობა. სოსო მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება თბილისის პერიოდში და ძალიან მოხარულები ვართ რომ გამონახეთ რო და საშუალება რომ ჩვენი სტუმრები იყოთ. მომეცით უფლება რომ უდიდესი მადლობა მასპინძლობისთვის ალეკო. პირიქით. სოსოს დიდი მადლობა რომ გსტუმრობს და ძალიან საინტერესო ამბავი არის შემდეგი, რომ კონცეფცია ჩვენი დღევანდელი შეხვედრის და მსჯელობის არის შემდეგი, რომ ორი უძირფასესი სტუმარი ხართ. სოსო და ალეკო. ალეკო, რომელიც ძალიან დიდი პასუხისგებლობით და სითბოთი ემსახურება მასპინძლობის ბიზნესს, სტუმარმასპინძლობის ბიზნესს და მისი ძირითადი საქმიანობა არის სტუმრების დახვედრა. და მასპინძლობა. აბსოლუტურად. სოსო არის ადამიანი, რომელიც სულ სადღაც იმყოფება სტუმრად, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოგზაურობს. კი. ალეკო, შენ ხვდები, სოსოს ვიღაცა სხვაგან ხვდება და ამიტომ მოდით ვისაუბროთ რისკებზე, საინტერესო თავგადასავლებზე, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფერში საინტერესო. რა არის მოგზაურობის რისკები, რა არის სტუმარმასპინძლობის რისკები და ვიმსჯელოთ ყველაფერ საინტერესოზე. მე მგონი რომ რაღაც საინტერესო საუბარი გამოგვივა. კი ბატონო, მეც ეგრე მგონია. სოსო თქვენ იმდენ ადგილას ხართ ნამყოფი და თქვენ გადაცემებს რო უყურებთ საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ ფიქრობ ეს პატარა ნიუანსის თქვენს გადაცემებში და სოფოსთვის კიდევ ფიქრობ მომავალში აი სადაზღვევოსთვისაც საინტერესო იქნება, მაგრამ თქვენ როგორც გახსოვთ ეს შენობა თავის დროზე ეწოდებოდა Majestic და აშენდა 1915 წელს. უკვე 100 წლის იქნება და მე მგონი საქართველოს ერთადერთი შენობა, რომელსაც აი ამ ხელა დიდი ისტორია გააჩნია. 100 წლის არის. ჩვენ ყველანი ამ ქალაქში ცხოვრობთ, მოვაწეობთ და ვიცით რომ იყო ესეთი პერიოდი, როდესაც სამოქალაქო ომი იყო. და ეს შენობა სრულად დაინგრა. მე გიჩვენებთ კიდევაც მაგ სურათებს და უკვე შემდეგში GMT სასტუმროები ვისიც არის გლობალობაში გადაწყვიტეს რომ ხელმეორედ მიეცათ მეორე სიცოცხლე. როდესაც შენობა მიმდინარეობდა, შემთხვევით ერთ-ერთმა შრომელმა კაცმა ხელოსანმა აღმოაჩინა ეს პატარა გასაღები. პატარა, მაგრამ ძალიან დიდი ისტორიის მატარებელი გასაღები. სრულად გეთანხმები. 350 აწერია და ეს იყო იმ დროს, რომლითაც იღებოდა კარები 350 და ეს გასაღებიც არის 100 წლის. ესეთი პატარა რელიკვია გვაქვს, რომელიც კიდევ ერთხელ უჩვენებს რა ძველი არის, რა მნიშვნელოვანი არის და რამდენი ხანია ეს სასტუმრო, ეს მსახურება სტუმრებს, თქვენაირ საინტერესო სტუმრებს ღებულობს აცილებს. ასე რომ არის საკმაოდ კარგი რელიკვია, რომელიც უკვე 100 წელს ატარებს და მიმედია რომ კიდევ ბევრ 100 წელს გაატარებს. ეს გასაღები მე მგონი ძალიან ბევრ საინტერესო ამბავსაც ინახავს თავისთან და ბევრ სასაცილოს და ასე შემდეგ. გააქვსო რამე გამოცდილება, რომ ასეთ სივრცეში GM-ი დაგხვდა და ასეთი საინტერესო გასაღებით გიმასპინძლა. ერთხელ მქონდა ეგეთი გამოცდილება, ოღონდ გასაღებით არავის არ მოსპინძლია. ესეთი საინტერესო ისტორია არ მოუყოლიათ. მე ვფიქრობ, რომ თბილისში ერთადერთი სასტუმრო, რომელსაც ესეთი განწყობას ქმნის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აჩვენებს ჩვენი ქვეყნის კულტურას და 1915 წლიდან მოყოლებული დღემდე რო ფუნქციონირებს, რომელსაც აქვს საშუალება სტუმრები მიიღოს, ბევრ ადამიანს აღთქმანებაში მოყავს. ამ სასტუმროში არის ნამყოფი
ბევრი ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბუში. ეხლა გვექნება საშუალება ის ოთახიც მოვინახულოთ, სადაც იყო თავის დროს. პროფესიულ საქმიანობაში, როდესაც ალეკო შენ აი ამხელა დიდ საქმეს უტევ და ყოველდღიურად მართავ. რა არის ის საინტერესო გამოწვევები და რისკები, რაც ასე ვთქვათ, შენი გამოცდილებით საინტერესოა. მაგრამ მეორე მხრივ კიდე პატარა თავგადასავალშიც გამოგზაურებს. ცი როგორ არის, რომ შენ სწორად აღნიშნე, მე ვიტყვი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც უფრო არის გუნდი. მარტო ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ვერაფრის მიღწევას თუ კარგი გუნდი არ აქვს. გუნდური თამაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სოსო დამეთანხმება მოვდროულად, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული არის ეს მასპინძლობის სფერო ჩვენ და სტუმარ მასპინძლობის თვალსაზრისით, იმიტომ რომ შენ ძირითადად არ ყიდი და არ თავაზობ ოთახებს, შენ ემოციებს თავაზობ ადამიანს. ემოციები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კაი, სტუმრების ემოციები დავაზღვიოთ. რთული არის. მე ვიტყვი გულწრფელი იქნება შენთან, რასაც მე ვფიქრობ, ვერც სტუმრების და ვერც თანამშრომლების გრძნობებს და ემოციებს ვერ დავაზღვევ. დავაზღვევ ყველაფერს, შენობის დაზღვევა შეგვიძლია. შეიძლება ყველაფერი იმნივთის, თუმცა დღევანდელ დღეს სადაზღვო ყველაფერს აზღვევს. მაგრამ აი ეს სულისკვეთება, რაც აქვს ამ ჩვენ სფეროს და დიდი დამსახურება აქვს, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი, რომ უდაოდ მერიოც თავისი ქსელი და იმიტომ რომ მთელი სწავლებები მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით, ამავდროულად ხაზს გავუსმევდი, რომ ჩვენი შინაგანი ქართული სტუმართმასწავლებლობა არის მნიშვნელოვანი. სოსო, იცი შენ ჩვენი კომპანიის ახალი ბრენდის კონცეფცია, რომ შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს. და ზოგადად გამბედაობა ყველა საქმეს სჭირდება, მაგრამ მე მგონი მოგზაურობას განსაკუთრებით. რა არის ის გამბედაობის ალღო და რა გამბედაობა სჭირდება იმას, რასაც შენ საქმიანობ. იმიტომ რომ სულ სადღაც მიდიხარ, სულ თავგადასავალს ეძებ, სულ რაღაც ახალი და საინტერესო უნდა აღმოაჩინო. ზოგადად ხო, ყველაფერს სჭირდება გამბედაობა, თუმცა აი მე ვინც ვარ და რაც ვარ დღეს, გამბედაობა მომიყვა აქამდე. და ყოველი ახალი მოგზაურობა უფრო მეტად ვცდილობ, რომ უფრო მეტად ექსტრემალური იყოს, უფრო მეტი გაბედულობა იყოს საჭირო და არ მაქვს რა, შიშის შეგრძნება არ მაქვს. რისკები არის, თუმცა არ უშინდები და ვაკეთებ იმას, რაც სიამოვნებს, იმიტომ რომ ეს პროცესი სიამოვნებს, რაც ვაკეთებ. შეიძლება ერთი ამბავი ვთქვა, როდესაც სოსო გავიცანით, მაშინ გეგმავდა კორეაში მოგზაურობას და დავაზღვიეთ სოსო. ხო, და ჩვენი მხრივ იყო გამბედაობა, რომ სოსოს ვაზღვევთ, თან ვაზღვევთ სოსოს კორეაში. ჩრდილოეთ კორეაში. კი ბატონო, ჭკა მადლობა დაზუსტებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი დაზუსტება და არ დამავიწყდება კომენტარი სოსოს პოსტზე, რომ რა დაგაზღვიესო ასეო, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობა გაბედეო, ხო? ასე რომ ეს გამბედაობა მართლა საინტერესოა და გამბედაობა აღმოჩენებთანაც დაკავშირებულია? კი, რა თქმა უნდა. რაც უფრო მეტად გამბედავი იქნები, მეტად საინტერესო რაღაცებს აღმოაჩენ. ზოგადად ცხოვრებაში, სანამ მოგზაურობაში. გადმოვინაცვლეთ კიდევ უფრო საინტერესო სივრცეში და მე წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბავი გველის, მე მგონი რაღაც ესეთი ოთახის კარი გაიღება რაღაც. საკმაოდ როგორც მე ვთქვი, რომ მქონდა ესეთი პატივისცემა და პატივი, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ გვემასპინძლა მისთვის და ეს ადამიანი თავის თანხმობის პიროვნებებით ცხოვრობდა აი ამ სართულზე, კონკრეტულად ერთ-ერთ ოთახში, რომელიც არის ჩვენ გოგორი საპრეზიდენტო ოთახი და 604-ში მას მოუწია გაჩერება. და როდესაც ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, ეს იყო ძალიან დიდი ამბავი, დიდი პატივი და რა რისკი ჩამოიტანა შენთან სტუმარმა. და საერთოდ სტუმარს რამე რისკი მოაქვს? არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტია თუ არა? ისეთ კითხვას მისვენ, რომ ცოტა უხერხულადო პრეზიდენტთან მიმართებაში ვეტყვი, რომ რისკები მინიმალური იყო, იმდენად კარგად იყო სადაზღვო კომპანიის მიერ და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად სერვისი მიწოდებოდა. ზოგადად, რასაც შეეხება შენ კითხვას, ეს კარგი კითხვა არის და დიდი მადლობა. ყველა სტუმარი ვინც ჩამოდის, რისკი არის. და რა რისკთან აქვს ახლა საუბარი რა? შენ შემთხვევაში თუ შენ წინასწარ არ იცი, აი ეს 604 არის, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი
ჯორჯ დაბლ-ბიუში გაჩერდა ჩვენთან და ესეთ რელიკვიად ვინახავთ. ესეც მე ცალკე ისტორია არის, რომ ბევრი ხალხი მოდის ოსო და გთხოვენ, რომ აი ამ ადგილას გადაიღონ სურათი. რა შეეხება შენ კითხვას, იცი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სტუმრის კმაყოფილება მივიღოთ. ხო. რისკი არის, როგორ უნდა გააკეთო ეს? ანუ რისკი არის უკმაყოფილება. რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მარიოც აქ ძალიან კარგი პროგრამა, ესე ვიტყვი, და დიდი ისტორია დგას ამ GXP-ს ვეძახით ჩვენ ენაზე, რომელიც აქ ამერიკაში დარჩენილი სტუმრის შესახებ გაქვს ინფორმაცია. მაგალითად, რისკი არის თუ ის არის ალერგიული რაღაც საკვებთან მიმართებაში. შენ წინასწარ იცი, ამავდროულად კიდე გვაქვს და სოსოს უნდა ვკითხო, მე რო ბონუის წევრი არის თუ არა. მე მგონი რომ არ ვარ. უნდა გაგაწევრიანოთ. აი ესეთი რისკებისგან დაცული იქნება. ანუ ის კრიბავს ინფორმაციას სტუმარს შესახებ. თქვათ, იგივე კვებასთან მიმართებაში არის თუ არა რისკები. მეორე ამავდროულად არის მას რა მოსწონს. ზოგიერთი სტუმარი ყავს, რომელიც ითხოვს, რომ თქვა საძინებელში მინდა რომ 6-7 ბავშვი ქონდეს. მისი კომფორტი ზონა არის. შენც არ აზღვევ ესე რომ თქვა რისკებს და უქმნი ზუსტად რომ მაქსიმალურად კმაყოფილებას მოლოდინს ვაზღვევთ, იმიტომ რომ ეს რისკია და კმაყოფილებას. სოსო, შენი აზრით რა რისკები ჩაგაგ, სადაც მიდიხარ, ეს მოლოდინია და კმაყოფილება თუ კიდე რამე სხვა არის? რისკები განსხვავდება იმის და მიხედვით სად მიდიხარ. ყველა ქვეყანას განსხვავებული რისკები აქვს. თუმცა პირადად მე დიდად არ ვაკვირდები და არ ვფიქრობ რისკებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგი სადაზღვევო კომპანია მიდგას გვერდით და მოკლედ უპრობლემოდ მოგზაურობ მიუხედავად რისკებისა. შენ რომ რისკების გეშინოდეს, ამდენს არ იმოგზაურებდი, ხო? ეს შეიძლება ითქვას კი. მე ბოლო ნაწილს მოусმინე მარტო ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. არ გაუშვებდი შანს ხელიდან, რომ მე-6 სართულის ამ ისტორიულ ოთახში არ გავჩერებულიყავი, მსგავსად ჯორჯ უოკერი აღარ გავაგრძელებ. მაგრამ გარდა ამ მე-6 სართულის ოთახისა, ალეკომ ძალიან საინტერესო ამბავი მოგვიყვა გასაღებს. ვიცი, გასაღების ისტორია, რომელიც მე არ ვიცი. ფანტასტიკურად ამშვენებს მაჯესტიკის თბილისი მარიოტის ბოდიში ალეკო შემოსასვლელს, სადაც ყველა ნებისმიერი, ვინც გადაადგილდება პარნასისკენ ან რესტორნისკენ, ხვდება ამას, ხო? აბსოლუტურად გეთანხმებ გიორგი და კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია, რომ აღნიშნე წინათაც და ხშირად ვიტყვი პირდაპირ გულწრფელად, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მე შენ ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც პროფესიონალს და გულწრფელი ვიქნები რეკლამაში არ ჩამithვლით, რომ ყოველი დილა ჩემი სამუშაო დღის იწყება თქვენი გადაცემის ყურებით. სოსო, შემდეგი მოგზაურობა საით გვაქვს? შემდეგი მოგზაურობა მე-7 კონტინენტზე. ანტარქტიდა. ანტარქტიდა. სერიოზული განაცხადია. ძალიან. ქართული YouTube-ზე ჯერ მსგავსი კონტენტი არ დადებულა და არა, თქვენგან ბევრი მიმართულებიდან არ დადებულა ანალოგის. მაგალითად კორეა, როდესაც შემისწორეს, რომ ჩრდილოეთი. ჩრდილოეთი. არა, ეს ის შემთხვევაა, როცა შესწორება საჭიროა. აუცილებელი იყო. მან ეხა არ ვიცი, მან რა უნდა გადაგაზღვიოს, რაც მოახერხეთ, როცა იღებდით ამას ყველ არ შექმნილა, ხო საერთოდ? არა, ხო, თუ წესებს დაიცავ, რასაც გეუბნებიან, პრობლემა არ შეგექმნება. მე-7 კონტინენტზე რაიმე გადასაზღვევი გვაქვს თუ? მე მგონია, რომ თლად ისეთი სახიფათო არ არის, როგორც ჩრდილოეთ კორეა. ასე. ხო. ნახოთ რა. ქართველების ფეხი ნაყოფია, ბევრია, ნაყოფი ალბათ ბევრი იქნება. ბევრი იქნება. აი ეს ტურები რო არის, ხო, სპეციალურად. გადაღებით არავის გადაუღია. სოფო, რა მოიტოვეს ასაუბროთ ბოლოს? საბოლოო ჯამში რისკს ყველა თავის დარგში და თავის საქმიანობაში სხვადასხვაგვარად აფასებს და ძალიან საინტერესო აღმოჩენები გავაკეთე რისკთან მიმართებით. განსაკუთრებით ძალიან მენიშნა ალეკოს მოსაზრება, რომ რისკს მაინც უყურებს როგორც ემოციას, ხო?
იმიტომ რომ და ეს ემოცია არის ის ნაწილი, რასაც ალბათ ვერ დავაზღვევთ. თუ დავაზღვევთ. არა, ის მართლა რო თქვა, მგონი ზართული იქნება. ყალბი, სიყალბე ყველა საქმეში არის ზართული და მით უმეტეს თუმად მასწავლებლობის თვალსაზრისით არის ძალიან თვალსაჩინო. აი ეს სოსოს დამეთანხმა, რომ პირველი ღიმილი შეხვედრა, გრითინგი, რასაც ჩვენ ვეძახით, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კეთილგანწყობა აი ამას ბუნებრივი არ, მაგას ვერ დაასხვა. და კიდე დავამატებ იმას, რომ ეგ ღიმილი არ უნდა იყოს ყალბი. ხო, აი მაგის თქმა მინდოდა. გრძნობა რა ადამიანი, მაინც გრძნობა. ყალბია თუ რეალურია, მაგას გრძნობა. მე გრძნობა. და ამ სფეროში რომ მოვაწვევ, სრულად გეთანხმები, ეს ბუნებრივია. ამიტომ არის ძალიან დიდი მუშაობა არის მერიოტის მხრიდან, რომ როგორ უნდა მოხდეს და სწორ პერსონაჟებსაც არჩევენ აქ, რომ ვინ უნდა იდგეს რესეფშენში, როგორ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ამავდროულად იცი რა არის უფრო ძალიან რთული, რომ ამის დაზღვევა შეგიძლია. თქვათ, რომ სტანდარტებს მიყვე. შეხვედრა, თვალით, შემდეგ რამდენ ხანში უნდა ჩააჩეკინო, როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ ემოციას ვერ დაასხვა. შეიძლება ერთი საინტერესო მიგნება ვთქვა, აი შენ მსჯელობას რო გავყვე, რეალურად გამოდის, რომ სტუმრა მასპინძლობის ბიზნესში პროცესი არის სიზუსტე და ამ სიზუსტეს თუ გაყვები, რისკი არ გაქვს და შესაბამისად აღწევ იმ შედეგს, რომ სტუმარი კმაყოფილია და აი ეს ცუდი განწყობის რისკის გაბათილებას აკეთებ, ხო? მაგრამ რეალურად ეს რომ გადავთარგმნოთ ჩვენი დაზღვევის ნაწილში, ხო? ჩვენ რეალურად პირიქით იმისთვის ვართ, რომ ადამიანებს რაღაცა უნდა შეეშალოთ, განზრახან უნებლიეთ და მათი შეცდომები უნდა დავაზღვიოთ. ხო? და ჩვენ შესაბამისად კიდევ ვუბრუნდებით იმ სლოგანს, რა, რომ შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს. გაბედე, რაღაცები შეგეშალოს, შეგიძლია ცოტა პროტოკოლსაც გადაუხვიო ოპერირებაში, მოგზაურობის წესები რო გვაქვს, რაღაცა რო ისი არ უნდა გავაკეთოთ, ხო? არსებობს კი მოგზაურობის წესები? არის რაღაც წესები კი. ისე რა უფრო დიდი რისკია მოგზაურობაში? დაზღვევა რომ არ გქონდეს თუ პასპორტი. რა უფრო მნიშვნელოვანია პასპორტი? ეს უნდა დაკავებული პასპორტი.